ხერხემსგომებს მივმართა. ხოთ იარუსზე აბრძანეთ. მოგიო ფასო თანამემურო. როგორი დაიწყო? სივადაბაში მაგრამ უნდა გაუწო. ზემოთ არის ადგილები. კარგად ჩანს ყველა წერტილიდან. შეიძლება სახელი აბრძანოს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში მე მინდა მოგილოცოთ ყველას ასული შესასწავლები, ახალი წლის შობა, გასწრება. ისურვებს წარმატებებს ქვეყანაში, ოჯახებში, კეთილდღეობას, ჩვენი შვილების ათელმოვალს ვაპირისერებ ამ ცალკე ხელებით, მაპატიოსთან ჩემი ჩართულობის გამო ძალიან ცივად და შეუძლებთ საქმეს. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბებთ ძალიან დიდი საქმის გასაკეთებლად. მიუხედავად მრავალი მიზანმიმართული დაგეგმილი წინააღმდეგობისა, რომელთანაც სახელმწიფოების თითქმის ყოველდღიურ რეჟიმს უწევს გამკლევა, ჩვენ ვაგრძელებთ დაუღალავ მუშაობას იმ გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, რაც 25 ნოემბერს დიდ სახალხო წარმომადგენლობის კრებაზე საქართველოს მოსახლეობის ძალიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდმა ნაწილმა ეთყოთ მიღება. ხალხმა მოგვცა ჩვენი დობის მანდატი, ხალხისაგან ჩვენ მიიღეთ დავალება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა საკუთარი დღევა აღასრულონ და დაიცვათ ღირებულები, არ დაკარგონ ტრადიციები და ხეობა იზრუნონ და ქალაქს გადაწყვეტონ ქვეყნის მომავალი და საკუთარი მომავალი. გადაარჩინონ მამული ენა საზოგადოება. დღეს აქ ჩვენ შევიკრიბებთ ძალიან აქტიური შეუპოვარი ეროვნული ხალხი და შევიკრიბებთ კონკრეტული საქმისათვის, რომლის კეთებას ხალხმა დაგვავალა და დღეს ჩვენ მთელი თბილისის მასშტაბით სახალხო კრების რაიონული კომიტეტები უნდა დავაფუძნოთ. დღევანდელი ჩვენი შეკრება არის ძალიან საქმიანი. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ კომიტეტის წევრები და თავმჯდომარეები, რომლებიც ჩვენ დელეგატებმა რაიონების მიხედვით უნდა აირჩიოთ და მათ დობა გამოუცხადოთ. ეს არის სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტები, რომლებიც სახალხო კრების ბირთვს წარმოადგენს. კრება იბრძვის ყველა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ამ რეჟიმის მთავარი იარაღია. მას თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგი იქნება. მოგეხსენებათ დღეს ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტების შექმნა და მათი შეუდრეკელი მუშაობა რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებმა დაუყოვნებლივ რეაგირება უნდა მოახდინონ ყველა უკანონობაზე, ხელისუფლების ნებისმიერ შინოსნის თანამდებობაზე, ჩვენ თანამოქალაქეების, თანასოფლელების, მეზობლების, თანაშრომლების, მეგობრების ჩაგვრაზე. სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებმა თითოეულ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით განგაში ზარი უნდა შემოხერონ. მათ გაეხმარებიან მეზობელი რაიონებიდან და მათ გვერდში დაიდგებით ჩვენ. ეს იცოდეს ყველა. ჩვენ ერთიანობით და ერთობლივით ძალით აუდგებით რეალობას და იმ ერთიანობით დავამარცხეთ მოსახლეობაში დანერგილ ნიჰილის და მის დღევანდელი ხელისუფლების უზრუნველობის შესახებ. კომიტეტებმა მთელ საქართველოში ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს, რათა საკუთარი მუშაობის შედეგები დაანახონ მოსახლეობას და მობილიზება გაუკეთონ ყველა იმ ადამიანს, ვინც მზად არის სახალხო კრებასთან ერთად დადგეს და რეალურად ჩაერთოს ქვეყნის გადარჩენის პროცესში. სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტები სახალხო კრების ის სტრუქტურული ერთეულებია, რომლებსაც მოქმედების მკეთრად განსაზღვრული გეგმა გრაფიკი ექნება. დღეს კომიტეტების ხელმძღვანელები და წევრები მიიღებენ კონკრეტულ დავალებებსა და მითითებებს, რომელთა შესრულებაც განსაზღვრულ ვადებში იქნება დადგენილი. კიდევ ერთხელ ხალხგასმით მინდა გითხრათ, რომ სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტები არის სახალხო კრების ბირთვი. ჩვენი მუშაობის პროცესი იქნება წინააღმდეგობის სავსე, იქნება რთული, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ჩვენი საზოგადოების მობილიზებას. საზოგადოების დაყოფა იქნება ნიშანი იმისა, რომ ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამოცხადდეს საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.
წარმოგვიდგენილი თითოეული ადამიანის გადავარდა რაოდენობით ხალხის საფრთხე. ძალა ხალხშია. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კრება არის საქმიანი, მე თანდათან მოგახსენებთ ყველაფერს და პირველ სიტყვას დასაწყისში მე მივცემ ჩვენს თავმჯდომარეს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილი. მოგესალმებით ვისპასო მეგობრებო, დიდი მადლობა რომ აკრძალდებით, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ ერთად ვართ და ერთი საქმეში ვივიძოთ და ეს საქმე არის ის, რომ ჩვენ ყველას სჭირდება გადარჩენა. თუნდაც იმიტომ, რომ მომავალ თაობებს შესაძლებლობა ჰქონდეთ იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში. ბევრი რამ ისიც თქვა და ბატონ გოგონი თქვა, რომ მე არ დიდი სიტყვის თქვას არ ვაპირებ, ძირითადი ჩემი ფუნქცია დღეს იყო, რომ მოგსალმებოდით თქვენ. ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან დღე, იმიტომ რომ ეს ჩვენ ვაფუძნებთ აქ ყველა რაიონში თბილისის კომიტეტებს, რომელთაც წარმატებული, ასე ვთქვათ, მუშაობა დიდად განაპირობებს თუ როდის რასისტრაფით ჩვენ დავიწყებთ იმ აღსრულებისათვის ბრძოლას, რომელიც ჩვენ საქართველოსთან მოსახლეობებს დაგვალა და ეს აღსრულება შეეხება ჩვენი ხელისუფლების მოცილებას, ამ რეჟიმის მოცილებას. იმიტომ რომ ეს რეჟიმი არის ძალადობრივი, უსამართლო, ყველაფერი დანგრეულია ქვეყანაში, ის დანგრევა შეიძლებოდა მათ შორის სულიერების, ეროვნული ყველანაირი ნიშნის და რაც თავარი ადამიანი არის აბსოლუტურად დაუცველი. თუნდაც ის ფაქტი ბოლო დროს არაფრის სურვილი ამ ხელისუფლებას არ აქვს, რომ რაღაცა გააუმჯობესოს, რაღაცა დაგვანახოს, თუნდაც დაანახოს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომ რაღაცას ცვლის. და თუნდაც ის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა, როცა დაარბიეს ომის ვეტერანები, რომელთაც ყველა უფლებები მოუწნეს აბსოლუტურად და ასე ვთქვათ, სიმშვიდობა ჰქონდათ გამოცხადებული, სადაც შეეძლოთ ყოფილიყვნენ, დაარბიეს უხეშად. ეხლა ისევ ასახლებენ ტოლობილებს, ვერამდენებია. ეთქობა ის ჩვენი ყველა სიბრალია, იმიტომ რომ თუნთუნიანად საზოგადოება ხელზე არ დადგა, არაფერიც არ გამოვა. არა და ყოველდღე კიდევ უფრო დამძიმდება არაფერს ვამბობ სოციალურ მდგომარეობაზე, რომელიც ასეთ ცუდად არის ჩვენს ქვეყანაში. და ახლა ბატონი გოგონი ვამბობდა ჩვენი დევიზის რომ არის ძალა ხალხია, ძალა მართლა ხალხია, ხალხი. ამიტომაც ჩვენ ძელი მუშაობა წარმატებული უნდა იყოს თუნდაც ის შიშის სინდრომი, რომელიც გასახულია ამ ადამიანებში. რომ როგორმე გავუქმოთ, როგორმე ნდობა მოვიპოვოთ იმ ადამიანების, იმიტომ როცა ჩვენ მზად ვიქნებით, როცა კომიტეტები მზად იქნებიან და გვეტყვიან, რომ აი ჩვენ მზად ვართ, აი წინააღმდეგობის გასაწყებას, რაც უნდა პრობლემები შევხვდეთ ამ ხელისუფლებაზე, ესე იგი ამათი გასაყენებისათვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. აი მაშინ ხალხი უნდა დაგვიდეს გვერდით მოხდა, რა თქმა უნდა, ვერაფერი ნიშნული სამა. იმიტომ რომ ვიკერე, მართლაც ვიკერე, მაგრამ ის ვიქი რაც დარჩენილია სახელმწიფოებას, ეს ვიქი ასე თავშელი არ არის. ეს არის ყარიბი ძალიან, რომელსაც მართლაც ეხლა როცა ყოველი ადამიანები დაგლებიან ამ პროცესში ჩაერთებიან, ეს მხოლოდ ერთ რაღაცას ნიშნავს, მათ არაფერი არ აინტერესებს გარდა თავიანთი ქვეყნისა. აი ამისთვის ვდგევართ ჩვენ და იმედი გვაქვს, ჩვენ ასე ვთქვათ, მოვიპოვოთ ნდობას ხალხში, ჩვენ მოვახერხებთ ხალხის დარაზმას და ეს იქნება გადამწყვეტი ჩვენს ბრძოლაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ხალხებმა. ემიგრა დასაწყისში კიდევ ხალხობანი მოვიჭროს სცენაზე და კიდევ გითხრათ, რომ ხალხობანი ნინო გურჯანაძე თავის თანამოაზრეებთან ერთად ყოველთვის იყო წარმომადგენელი ხალხობანის
დიდი მადლობა. მოგესალმებით ყველას, უპირველეს ყოვლისა მინდა გუშინდელი ნათესების ბრწყინვალე დღესასწაული მოგილოცოთ თქვენ და სრულიად საქართველოს მრავალი შობა ახალი წელი მიგილოცოთ ჩვენი ქვეყნისათვის, ოღონდ ერთიანი, ძლიერი, ღირსეული, რეალურად დამოუკიდებელი და რეალურად დემოკრატიული ქვეყნისათვის. მაგრამ იმისათვის, რომ ეს ესე მოხდეს, ამას ჭირდება ძალიან სერიოზული ბრძოლა. ამას ჭირდება თითოეული ჩვენგანის მუხჩაუდრეკელი შრომა, ბრძოლა, ამას ჭირდება ის, რომ ჩვენ არ გავჩუნდეთ მაშინ, როდესაც გაჩვენება არ შეიძლება. ჩვენ არ გავჩუნდეთ იმ მსგავსობაზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში. მე დღეს ნამდვილად არ ვაპირებ აქ შეკრებილ საზოგადოებას ველაპარაკო იმ ვითარებაზე, თუ რა ვითარებაა დღეს ქვეყანაში. იმიტომ რომ თქვენ ეს ძალიან კარგად იცით და ამან მოგიყვანათ აქ თითოეული თქვენგანი. მაგრამ ერთი რამ თითოეულმა თქვენგანმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა უთხრათ სრულიად საქართველოს. თუ ეს ხელისუფლება კიდევ დიდხანს დარჩება ქვეყნის სათავეში, ამ ქვეყანას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პერსპექტივა უბრალოდ აღარ ექნება. და არა მარტო ჩვენი თაობა, აღარაფერს ვლაპარაკობ ჩვენი მშობლების თაობაზე, არამედ ჩვენი შვილების თაობაც კი ვეღარ იცხოვრებს ნორმალურ სახელმწიფოში. ჩვენ არა გვაქვს უფლება ჩვენი გასაკეთებელი საქმე, ჩვენი საბრძოლველი, ჩვენ შვილებს და ჩვენ შვილიშვილებს დაუტოვოთ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის ამოცანა, რომელიც 100,000-ობით ადამიანმა დაგვისახა ჩვენ წარმომადგენლობითი სახალხო კრების დროს 25 ნოემბერს აუცილებლად შევასრულოთ. ეს ამოცანა კი არის ამ ხელისუფლების დემონტაჟი, ეს ამოცანა არის არა მარტო სააკაშვილის, არამედ მისი ხელისუფლებიდან გაშვება, ვისაც პასუხი უნდა მოეთხოვოს იმათთვის პასუხის მოთხოვნა, რეალური დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ქვეყნისათვის განვითარების შანსის მოცემა. ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს და ეს კომიტეტებმა და კომიტეტის აქტივისტებმა თითოეულმა თქვენგანმა უნდა უთხრას ჩვენს ხალხს. ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ერთიანი და რეალურად დემოკრატიული საქართველო, ან მოდერნიზებული ტერიტორიებს ჩამოჭრილი საბჭოთა კავშირი. ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან მიხეილ სააკაშვილი, ან გაერთიანებული საქართველო ჩვენს აფხაზ და ოსტმებთან ერთად. ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ღირსების შელახვა და გაჩვენება, ან ბრძოლა თუნდაც ხანდახან საკუთარი რისკის ფასად. ჩვენმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას, რომ არც ერთ ხელისუფალს არასოდეს არ აპატიებს ტყუილებს. ტყუილებს, რომელსაც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლაპარაკობს სააკაშვილი, ევროპაში ლაპარაკობს და ამ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაშიც ლაპარაკობს. როდესაც რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, რომ თუნდაც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა 60%-ით გაუმჯობესებულა. რომ თურმე ქვეყანაში ყველაფერი კარგად მიდის, რომ თურმე ქვეყანა ყვავდება, რომ თურმე ჩვენი ეკონომიკა ასწრებს ყველა ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყანა სტაბილურობით ისლანდიის შემდეგ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანმა გამოცემებმა გარდიანმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ბანობის, საქართველო არა მშვიდობიან სახელმწიფოების რიგში მოიხსენია და 159 ქვეყანაში 152 ადგილი მიაკუთვნა, ხოლო ეკონომისტმა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა და ავტორიტეტულმა ჟურნალმა საქართველო 101 ადგილზე გამოაცხადა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ეს არის ის მწარე სიმართლე იმ რეალობასთან და უსამართლობასთან ერთად, რომელზეც ეხლა ქალბატონმა ნონამაც გაამახვილა ყურადღება. როდესაც ჩვენს ვეტერანებს მიაყენეს შეურაცხყოფა, როდესაც დევნილებს ეხლა ამ სიცივეში ქუჩაში აგდებენ და ეუბნებიან, რომ ავტობუსებში რომ ჩაგსხამ, შუაგზაზე გეტყვით არ მიყავთ. ეს სიმართლე ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს. სამართლიანობისთვის ბრძოლას ყოველთვის უმცირესობა იწყებდა, მაგრამ ეს უმცირესობა სწორი ბრძოლით, თავდაუზოგავი ბრძოლით ყოველთვის გარდაიქმნებოდა ხოლმე საზოგადოების უდიდეს ნაწილად. ამ რამდენიმე დღის წინ მე მქონდა შეხვედრა ბატონ ჭაბო ამირეჯიბთან, რომელმაც მითხრა, ვინც ხართ, რამდენიც ხართ ამ კრებაში, იბრძოლეთ, თქვენი რიგები განუზომლად გაიზრდებაო. ყოველთვის ესე იყო, უმცირესობა იწყებდა სამართლიანობისთვის ბრძოლასო და უმცირესობა იქრსო. მაგრამ ჩვენ არა ვართ უმცირესობა. ჩვენ ვართ ის ადამიანები,
ვინც ძალიან ვერ უკმაყოფილო ადამიანთა შორის ყველაზე აქტიურები აღმოჩნდით. მაგრამ ჩვენი ამოცანაა ის, რომ ჩვენი თანამოაზრეების რიცხვი მაქსიმალურად გავზარდოთ. დღეს სახალხო კრების მუშაობაში უამრავი ადამიანია ჩართული, როგორც სხვადასხვა პარტიის წევრები, ასევე უპარტიოები. მე შემთხვევით არ წარმოგცემია სიტყვა სხვადასხვა პარტიის წევრები. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ დემოკრატიული მოძრაობა, როგორც ბატონმა გოგიმ სამართლიანად აღნიშნა და დიდი მადლობა ამ სიტყვებისათვის, პირველივე დღიდანაა სახალხო კრების აქტიური მხარდამჭერები. და რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა მხარდამჭერი, ჩვენი ყველა წევრი ყველაფერს გააკეთებს, თავს დადებს იმისათვის, რომ კრებამ ადამიანებს იმედი არ გაუცუროს და ამ ქვეყანას მომავლის და განვითარების შესაძლებლობა მისცეს. მაგრამ ჩვენს გვერდით არიან სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც, რომელთა პოლიტიკური პარტიის სახელწოდებები ხშირ შემთხვევაში არ ფიქსირდება კრების მხარდამჭერად პარტიის ლიდერების თავშეკავების გამო. ჩვენი კომიტეტების შემადგენლობაშიც იქნებიან და არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ არამხოლოდ დემოკრატიულ პარტიულ მოძრაობას, არამხოლოდ არაპარტიულ ადამიანებს, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიის რიგებსაც. მაგრამ ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ ამ ადამიანების პარტიულ წარმომავლობას, მათივე თხოვნით, რომ რაღაც უხერხულობა არ შეუქმნათ მათ ლიდერებს, თუმცა მათ რიგით წევრებს აქვთ იმის იმედი, რომ ლიდერები გადადებენ გვერდზე ყველაფერს და დაუდგებიან გვერდით იმ საქმეს, რასაც ქვეყნის გადარჩენა ჰქვია. მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დარბაზში იმყოფება ამ სხვადასხვა პარტიების და არამარტო უპარტიოებს, ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ მათი მოქალაქეობრივი აქტიურობისათვის. დღეს ჩვენ ვასრულებთ იმ პირობის ნაწილს, რომელიც ჩვენ მივეცით ჩვენს ხალხს 25 ნოემბერს, როდესაც კრება დაიბადა და კრება შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შურით და შიშით უყურებდა 25 ნოემბერს. ჩვენ ვაფუძნებთ ყველა რაიონში სამოქალაქო კომიტეტების, სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებს. ჩვენ უკვე დავაფუძნებთ კომიტეტები თელავში, დუშეთში, ცხეთაში. დღეს დაფუძნება და არჩეული იქნება თბილისის ყველა რაიონის კომიტეტი. მომავალ კვირას ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მუშაობას და თებერვლის ბოლომდე ჩვენ საქართველოს ყველა რაიონში გვექნება დაფუძნებული კომიტეტები, რომლებიც როგორც ქალბატონმა ნაბძანა აქტიური მუშაობის შედეგად ჩვენ გვეტყვიან იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც მზად არიან გაუმორჩილებლობის დღისათვის და როდესაც ჩვენ ბოლო კომიტეტი გვეტყვის, რომ მზად არის კომიტეტის შემადგენლობა და კომიტეტის მხარდამჭერები და უამრავი ადამიანი საქართველოში გაუმორჩილებლობის დღის გამოსაცხადებლად, ჩვენ ამ დღეს გამოვაცხადებთ და ჩვენს ბრძოლას ამ ხელისუფლების შეცვლისათვის და ქვეყნის გადარჩენისათვის აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ. ბატონო გოგი ბრძანა, რომ სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტი არის ბირთვი სახალხო კრების. თქვენ მართლაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გეკისრებათ. თქვენი ამოცანა გახლავთ, რომ თითოეულ რაიონში არსებული პრობლემების მონიტორინგი და დეტალური აღრიცხვა განხორციელდეს. წარმოგვიდგინოთ ჩვენ ამ პროგრამების და ამ პრობლემებზე რეაგირების სათანადო გეგმა. თქვენი ამოცანაა, რომ თითოეულ ადამიანამდე თქვენ რაიონში მიიტანოთ ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. თქვენს რაიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია. არ დატოვოთ რეაგირების გარეშე უსამართლობის არც ერთი ფაქტი. და იმისათვის, რომ უსამართლობის ფაქტები არ დარჩეს რეაგირების გარეშე, საჭიროა თქვენი ლიდერების გაათმაგება, გაასმაგება, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ ის შეეცდება სადმე უსამართლობა ჩაიდინოს, დღეს როგორც ხდებიან მის უსამართლობას ჩუმად, ასე კი არ შეხვდება ამა თუ იმ რაიონის მოსახლეობა. დადგება ასობით ადამიანი გამგეობის წინ, სასამართლოს წინ, ამა თუ იმ დაწესებულების წინ და ხელს შეუშლის ხელისუფლებას უსამართლობის განხორციელებაში. და თუ საკმარისი არ იქნება ამა თუ იმ რაიონის რესურსი, მას სხვა რაიონების და თითოეული ჩვენგანის მიეხმარება. კომიტეტების უმთავრესი ამოცანაა მოიზიდონ ასობით ადამიანი, განახორციელონ ამ ადამიანების მოსაზრებების მიხედვით გარკვეულ კატეგორიებად პირობითად რა თქმა უნდა დაყოფა. ეს არის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ სახალხო კრების იდეას, მაგრამ ჯერჯერობით პასიური არიან, ადამიანები, რომლებიც იქნებიან სახალხო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის აქტიური მხარდამჭერები და ადამიანები, რომლებიც თავად მიიღებენ მონაწილეობას ამ გადაწყვეტილებების რეალიზაციაში. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი
არის რეალურად უკმაყოფილო ამ ხელისუფლებით. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი აპირებს თავისი ღირსების, თავისი შვილების მომავლისთვის, თავისი ქვეყნისათვის იბრძოლოს. თუ აპირებენ ადამიანები ტელევიზორის წინ წამოწოლილი უყურონ, როდის გაანთავისუფლებს მათ სახელმწიფოს და მათ ქვეყანას ვინმე სხვა. ამის მოთმენა არ შეიძლება. ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე და უნდა გვესმოდეს, რომ არავინ ჩვენს გასაკეთებას არ გააკეთებს. ამიტომ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, იმისათვის რომ გამოცხადდეს დაუმორჩილებლობის დღე, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი არის თავისი ღირსების დაცვისათვის საბრძოლოდ მზად. ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანად მიმაჩნია კიდევ უფრო გაძლიერება ჩვენი ახალგაზრდული ფრთის და თითოეული კომიტეტის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდაობის წარმომადგენელი იყოს ჩართული ამ ბრძოლაში. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სწორად ჩატარებული წარმატებული მუშაობის შედეგად ძალიან მალე შევძლებთ არა მარტო კომიტეტების გაათმაგებას და გაასმაგებას, არამედ რეალური დაუმორჩილებლობის და გადამწყვეტი ბრძოლის დღის გამოცხადებას. მე მინდა გითხრათ, მე ნინო გუჯანაძე, ჩვენი პარტია დემოკრატიული მოძრაობა, ჩვენ გვგევართ თქვენს გვერდით. ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხებთ და თქვენ უნდა გქონდეთ იმ ადამიანების იმედი, ვინც არიან სახალხო კრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უბინძურესი კამპანია აწარმოა სახალხო კრების და სახალხო კრების წევრების მიმართ. ერთი რაც ვერ გაბედა და რაც ვერ თქვა ამ ხელისუფლებამ, რომ სახალხო კრებაში არიან ადამიანები, რომლებიც უღალატებენ საკუთარ თავს და ჩვენ სამშობლოს. ვერ თქვა, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც უკან გაიხევენ. ვერ თქვა, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც ან გაურიგდებიან, ან შეურიგდებიან ამ ხელისუფლებას. ვერ თქვა, იმიტომ რომ ამის ელემენტარული ნიუტისოდენა საბაბით არ არსებობს. მე ვამაყობ, რომ იმ ადამიანების გვერდითავა სახალხო კრებაში, როგორებიც არიან წარმოდგენილნი სახალხო კრების სათავეში და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა მინდა უდიდესი პატივისცემა დავუდასტურო ბატონ ჭაბუამირეჯის, ხალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, ბატონ გოგი ხალხარაძეს, ბატონ გოგოცხაძეს, ბატონ გოგოცხაძეს, ბატონ მიხეილ ბატონ დიაგუჯანაძეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც ვისაც შეეძლო გვერდიდან ეყურებია მოვლენებისთვის. მაგრამ ვისაც არ შეუძლია ამის გაკეთება, იმიტომ რომ თავისი სამშობლო ყველაფერზე მეტად უყვარს ამ ქვეყანას. და ერთიც. ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, რამდენად გაუმართლა სახალხო კრებამ იმედები ხალხსო. სახალხო კრება იმედებს გაუმართლებს ხალხს მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენს ბრძოლას წარმატებით დავასრულებთ. მაგრამ ძალიან საინტერესო გამოკითხვის შედეგი მინდა გითხრათ. ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზია რეგიონალური ყოველ შემთხვევაში თრიალეთი, რომელმაც მიაწოდა გორის მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია სახალხო კრებასთან დაკავშირებით. ამ ტელევიზიამ ჩაატარა გამოკითხვა და მოსახლეობის 84%-მა თქვა, რომ ისინი ენდობიან სახალხო კრებას და სახალხო კრება მისი საქმიანობით და რას ნიშნავს ის, რომ ადამიანები ობიექტურ და სხვადასხვა მხრიდან იღებენ ინფორმაციას. კრება არის მექანიზმი ამ ხელისუფლების თავხედობის წინააღმდეგ გასამოქმედებელი. კრება არის მექანიზმი, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ის, რასაც ჩვენი ქვეყნის განთავისუფლება ჰქვია. კრება ერთის მხრივ არის ის ორგანო, რომელსაც ერთადერთი უმთავრესი ამოცანა აქვს გაერთიანოს ხალხი და მეორეს მხრივ ეს არის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია ეს ქვეყანა გადაარჩინოს იმ უბედურებას, რასაც ეს ხელისუფლება უქადის. ერთ მხარეს არის ხალხი და კრება, მეორე მხარეს არის ხელისუფლება. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი შევძლებთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანების მობილიზაციას ჩვენს ირგვლივ. კრების კრედოა, ჩვენ ტყუილად არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგა. ჩვენ შევიკრიბებით, თუ საჭიროა მიტინგსაც ჩავატარებთ, თუ საჭიროა აქციასაც ჩავატარებთ, მაგრამ მხოლოდ ისეთ აქციებს, რომელსაც რეალური შედეგი მოყვება. და საზოგადოება და ხელისუფლება უნდა იცოდეს. ხალხი მოწინებით ვარგია. ხალხი აღარ მოითმეს დიდხანს და ხელისუფლება უნდა იცოდეს, რომ ხალხის რისხვა მას აუცილებლად მიწუდება. ამიტომ დროა თავად მოეგოს გონს, მაგრამ ამის შანსი არ არსებობს, თუ ჩვენ არ დავდგებით
თუ ჩვენ არ გავაგონებთ ხელისუფლებას ჩვენ ხმას, ჩვენ ამას გავაკეთებთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ დაემორჩილოს ხალხის ნებას და ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა. ჩვენ პროცედურულ საკითხებზე უნდა ავირჩიოთ ხმის დამცველი კომისია ამის გარეშე შეიძლება, რომელიც სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტების თავმჯდომარეებისა და წევრების არჩევნების შედეგებს დააფიქსირებენ და ვახშობენ. ასეთი წინადადებაა ხმის დამცველი კომისიის წევრების კანდიდატებად წარმოდგენილნი არიან ოთარ აგურიძე, შეიძლება ფექსზე წამოდგე და მე კიდე მოგახსენებთ აგურიძე, სოფო კუჭავა, ფეთი ბიბილაშვილი. აჩი კარგია, მაგრამ დავუყაროთ კენჭი. ვინ არის მომხრეო აღნიშნული ამხანაგები იყვნენ ხმის დამცველ კომისიაში. თორ უყაროთ კენჭი. თუნდაც ხედავ, მაგრამ ხედავ რომ ერთხელ ახლა დავუშვათ. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი შეიკავა? არავინ. დიდი მადლობა. ახლა გადავიდეთ სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტების თავმჯდომარეებისა და წევრების არჩევის პროცედურაზე, როგორც გითხარით. ხოთ ყველა მიაქციოთ, რომ წარდგენილი რაიონის კომიტეტების თავმჯდომარესა და წევრებს ხმას აძლევენ მხოლოდ მათი რაიონის დელეგაციები. ეხლა მე ჩამოვთვლი რაიონების მიხედვით და მე თვითონ რა მექნება. თავმჯდომარეები ამოვიდნენ სენატში, ხოლო დასახელებული კომისიის წევრები იქნებიან დარბაზში, უნდა წამოდგეთ ფეხზე თქვენი გვარის დასახელებისას, რათა ეკრანზე გამოჩნდეს ყველა სპექტაკლი და ჩვენ დავაფიქსირებთ მათ ასე საქმიანად. მაშასე ხაზბეთის რაიონის სახალხო წარმომადგენლობის კომიტეტი. ლერი გელენავა ხოსტერაზე მოხდა. რამას სანებლიძე ხორფეთზე გამოგეთ. ფენგის ქალთარაძე, მალარა ამირეჯიბი, ბელა კიკვაძე, გაირა ჩარკიანი, დალი ჭეიშვილი, ზურაბ ბოჭოლიშვილი, გირი წერეთელი, ირაკლი კიკაჩეიშვილი, დავით ქიქლაძე, სულხან ქემოკლიძე, ზურაბ ხონხაძე, კახა კერესელიძე, დავით იამანიძე, ახა ბოლქვაძე, ჯინა ხაჩიძე, დავით ციხისე. მე ხო თავმჯდომარეებს ხოლო პორცულში ისეთი რამე განცხადება გააკეთეთ, რომ არ გადავყოლოთ და არ გავარჩიოთ ისედაც გაქცეული ხო? მოგესალმებით ყველას და დიდი მადლობა მინდა გითხრათ მდოვრისთვის. მე ევანგელი დარბაზით თქვენი შენახება მართლაც იმის იმით, რომ ჩვენ ყველანი ერთად ერთგულად შეგვიძლია შევძლებთ იმ იმედების განმარტებას, რომელიც ჩვენ 25 ნოემბერს 10,000 და 100,000 ქართველმა ხალხმა, ქართველმა ერმა გამოგვეცა და ჩვენ შევძლებთ დავამარცხოთ ბოროტება, რომელიც საქართველოში გამეფებულია ბოლო რამდენიმე წელია. ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას, შევძლებთ დაუბრუნოთ საქართველოს ღირსება და ჩვენ შევძლებთ ერთიანი ბრძოლით მივაქციოთ იმას, რომ საქართველოს თემა მსოფლიოს გაიწყოს არა ისეთი სახით, მოჩვენებითი დემოკრატიით, არამედ ნამდვილად სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიული, ძლიერი, ერთიანი, განთლიანებული და ღირსება დაბრუნებული. ძალიან დიდი მადლობა დიდეულ თქვენთაგან მგლობისთვის, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ვაკის რაიონის სახალხო წარმომადგენლობის კრების კომიტეტი. ლევან აბესაძე, ხათუნა სიმონიშვილი, დავით სერქვაძე, ზურანუ სუბიძე, კახა გოგლიძე, ნიკოლოზ ჭონაშვილი, ნათია ქემოკლიძე, კაკაშვილი გოგა, გია კოტარია, სამუნა გურგენიძე, ინგა ახვლედიანი, ვაჟა ბერიძე, ოთარ ჯორდანია, ზურაბ ბაკურაძე.
მისთვის და რეზერვატის რაიონის კომიტეტი მზად არის ხალხს მიიღოს 25 ნოემბერს სახალხო წარმომადგენლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მე მოდიდი ანდახან რაღაცა მეშრება ხოლმე. როდესაც დავასახელებ კანდიდატურას, აუცილებლად კეჭი უნდა უყაროთ იმ რაიონში, სადაც თქვენ ხართ. მე დამავიწყო გამორჩეთვა სიცილიის რაიონი. ასე რომ მოდით უყაროთ კეჭი იმ რაიონს, თურქეთის ნამდვილი არ ახლა და გავარდნეთ თუ შეიძლება. ხალხ მოხართ ამ რაიონის დაკომპლექტება იყოს ისე როგორც ვინ არის მოხდა. ვინ არის წინააღმდეგი? ხალხოვანი შეიკავა. მე ჩვენ ვიღაცას ვაყოლებთ, რომ ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ამას. ძალიან. სამთავროს რაიონის სახალხო წარმომადგენლობის მჭრელის კომიტეტი. შავალბაიძე, ახალ ნაკრებია, ჯულიონიანი, გიორგი ნეფარიძე, გივი ფრუიძე, არჩილ ბურჯანაძე, თამაშ ყელიძე, გურამ მარგიანი, გიორგი ერაძე, რობერტ ბაბლიძე, ჯონი ლემონჯავა, დავით დალაგიშვილი. აიხლა უკავოთ პრინციპს. ვინ არის მომხრე? ბოდიში, კიდევ დარჩა. თენგიზ კობლიშვილი, სიმონ შარაძე, ამლეთ მელაძე, ლიად ზელიშვილი, ჯუბო ტიკლაური. ხოთ უკავოთ პრინციპს. ვინ არის მომხრე? აღნიშნული ახალები გახდეთ კომისიის წევრები. წინააღმდეგი ხომ არ არის? თავი შეიკავა. მადლობ, ხოლ ბადროშოვი. საერთოდ სიტყვის დაწების მიღებული ფორმა ბატონებო და კალბატონებო ეს სხვანაირად ჩემო შეურიგებებო დაუმორჩილებებო თანამებრძოლი სხვანაირად არსებობს დიახ ჩვენი კომიტეტის სახელწოდება მართლაც რომ არაშეულებრივად ჟღერს სახალხო ფერვა და შეურიგებენ მე დავახატებ ამბობი თქვენი სტენოგრაფით აღწერენ და დაუმორჩილებენ თანამებრძოლთა ერთობა კომიტეტი. მაინც რას არ ურიგდებით, რას და ვის არ ემორჩილებით ან რას ვერ. ამ დარბაზში არასრული მუსიკა წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც არ ურიგდებიან ღირსების განხილვას, საქართველოს დაქუცმაცებას, ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებულ ღია ტერორს, თავისი ოჯახის წევრთა დევნას, ტელეფონზე მოსმენას, თვალთვალს სამსახური დაკარგვას, ეკონომიკურ ეგზეკუციას, სრული აფსისთვის მნიშვნელობი და სხვა რეპრესიებს. რას არ ვემორჩილებით? არ ვემორჩილებით ხელისუფლებას, როცა ის პირობს, ჩვენ გვაქციოს მეორე ხარისხოვან ღირსება აყრი, სამართლის უფლების არ მქონე ადამიანებად. მეორე სორტის ადამიანებად და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება კონსტიტუციას მხოლოდ საფეიქრო შედიან იმ მოყანყალებული მაგიდის ქვეშ ამოსადებად თავობთ. ბრძოლას რაც შეეხება სახალხო კრება იბრძოლებს არა კონკრეტული ჩინოვნიკის, თუმცა არც უნდა გისურვა იქნება, არამედ უსამართლობის წინააღმდეგ. არა კონკრეტული ადგილობრივ ფეოდალ გამგებელ გუბერნატორის და ჩინოვნიკის წინააღმდეგ, არამედ იმ რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ისინი რაიონებში და მხარეებში და ჩვენთან თბილისში ეწევიან ჩვენს დასაწყისად. თანამებრძოლი ხალხური ლექსის არ იყოს, ქართულ კაცს შეუძლია უცხოტომელი, ერიცკი, საფში, მიიწვიოს, ავტოფის ყური აჭაროს, წლის მაგივრად ვინო დაალევიდეს, მაგრამ როდესაც სტუმარი უკადრებდეს იქადრებს ის შეეხება ქართული კაცის ღირსებას, მათ დროს გაჩვენება არის ტოლერანტობა კი არა, არამედ უზნეობაა. უზნეობაა და თუ ადამიანმა ეს მოიფინა ჩვენივე თანხით დაგებული გზების და თუნდაც ჩვენი შვილების მიერ გასასრულებელი მრავალმილიონიანი კრედიტის და მოწყობილი დაშტაბილობის გამო დახარჯული თანხის გამო ეს ადამიანის გავსება ჯაფოს მიერ ისება აღრიო ხელურას ხელისთავს და სწორედ ასეთი მოძალადე პოლიტიკის გატარებას იგებს უგვახსოვს. ამ დარბაზში გამდებით ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ხალხის ნეგას. ეს რეალურად მდგომარეობის შეფასებისას ხშირად გაისმის სიტყვა ნიჰილიზმი, პესიმიზმი, ძალიან უფრო ბევრი სიტყვა.
ეს ვიტყოდი რომ ქართველი კაცი დღეს არის უკეიფო და სწორედ ჩვენ და სწორედ სახალხო კრება უნდა დაუბრუნოს ქართველი კაცისთვის დამახასიათებელი სილავე და სიკისკაცე ქართველ ადამიანს. ყველას უნდა ჯეროდეს რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დღეს სწორედ ის დროა, როდესაც საქმეს უფრო სიტყვას უფრო საქმეს გაკეთება ჯობს. მე ბევრი დავალება მქონია ბევრ თანამდებობაზე ყოფილა, მაგრამ უცხოელად გეტყვი ასეთი საპატიო დავალება რიგით ჯარისკაცობა მე არასოდეს არ მქონია და მე ვამაყი რომ სახალხო შემადგენელი რიგით ადამიანი საბრძოლოს გაიო წარმოვადგეთ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად და მე სულს ციდრა საქართველოს კუთხეში საიდანაც მე წარმოშობილი გახლავთ საარაგოდა იულებოდა მაგარი არიციან პირობის და დათქმის ტრადიცია ბრძოლის სიკიცის დადო და ის სწორედ მე მინდა რომ თქვენთან ერთად შევფიცო თითოეულ თქვენთანაც ჩემს ქვეყანას და თითოეულ არის ჩვენი სახალხო კრების წევს რომ არ დავზოგოთ ჩვენი ქვეყნის ხვალიდები უკეთესი რიგით. თვითონ ყველაფერს გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ხუთთავებისგან გათავისუფლდეს. არ დავზოგადოთ, რომ აქცენტმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ იცნოს თავი ვიტოვებულად ბოროტებასთან ბრძოლას. ეს არის უპირველესი მისია აი ამ კომიტეტების. ეს იქნება მისი უფლების შელობა სახელმწიფო მოხელისგან. ეს იქნება მისი უსამართლო სამსახურიდან დათხოვნა, ეს იქნება მისი და მისი ოჯახის წევრის ხელყოფა, ეს იქნება მასზე განხორციელებული ზეწოლა თუ სხვა უკეთებობა. ფიცა სახალხო კრება და პირადად ქვეყნის მონამორჩილი იბრძოლებს საბოლოო გამარჯვებამდე. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის. ხოლო არ ხელისუფლებას უნდა იქნა, რაც გინახავ, ვერ ანახავ, ჩვენ აუცილებლად გავიხარდეთ. ალბათ ადამ შენიას რაღაც სასწრაფო განცხადების გაკეთება უნდა და მოუწევთ ჩავეცდეთ. მადლობთ რომ მომეცით შესაძლებლობა. ნამდვილად მოკლებული ვარ ამას ბოლო დროს, რომ მივმართო მოსახლეობა და განსაკუთრებულად ჩვენს დევნილებს, რომელსაც ბრძოლა არ უნდათ ხაზეთში. ინდივიდუალურად ასეთ დღეში. ეხლა სასწრაფო განცხადება. პირველ რიგში ხარს გიჭერთ ჯარისკაცად მეგურებ ბატონ შალვა, მე საბოთალაში ცხოვრობ და რიგი ჯარისკაცად ვეწერები თქვენ გუნდში. პოლიტიკურ ადამიანს და პოლიტიკურ ორგანიზაციებს ხარს გაუგებთ ამ ფაშისტურ რეჟიმს შეებრძოლება ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტად და ისე როგორც ჩვენ გვეკადრება ეს. ეხლა სასწრაფო განცხადება. დაიწყო ბაგებში, უკვე ბაგებიდან დაიწყეს დევნილების გამორა 2000 სპეცსაზელი აიქ ასული, რამოდენიმე ათეული დევნილი უკვე არის დაპატიმრებული და აქედან გამომდინარე მე გიქხები თქვენ ძვირფასო ჩემო თანამოქალაქეებო. რაც ვაკეთებ ჩვენ აქ, ცხადია დღეს დაგიგრილი იყო ეს თქვენი შესანიშნავი ხტომა, არავინ არ იცოდა რომ დღეს დანამდვილები დაიწყებდნენ ესენი ამ გაგრას, მაგრამ ჩემი დიდი თხოვნა ეგებ რომ დამთავრდება ეს ხტომა, ავიდეთ ჩვენ ბაგებში. ავიდეთ ბაგებში ყველა ერთად, იმიტომ რომ ხალხი ხდება პრაქტიკული ამორგომა ხალხში. კლავი თქვენი უნდა იგრძნო, ზურგი თქვენი უნდა იგრძნო და მაშინ გასმაგდება და გაათასმაგდება სახალხო კრება, ასე არ არის? და პირდაპირ დევნილები ამას, იქო წარწერა არის გაკეთებული დევნილებიო. რითის მოვედით თქვენ აქ დევნილებო? მე ვიცი რომ დევნილები არიან, არ ვიცი სამინისტროს ეზოში. 3 თვეა. 102 დღეა დღეს. 102 დღეა იქროციან. ეს ნორმალურია ეს ფაქტი? ნორმალურია ეს ფაქტი? საგარეო პოლიტიკური ორგანიზაციები რაც მიკეთებენ ესენი მე? და საერთოდ ვის აქვს უფლება დღეს საქართველოში თქვა რომ პოლიტიკოსია, ამ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთვისაც პირველ რიგში ამოწანა და მიზანი აფხაზეთის ბრძოლა არ არის და დევნილი მოსახლეობისთვის და აფხაზეთის მოსახლეობის ამოდგომა არ არის. ასე არ არის? უფლება არ აქვს მომავალი ადამიანური რომ იწოდებოდეს პოლიტიკოსად და პირველ რიგში დევნილება
რაც ჩვენ ვეღარდება აქ ჩვენ ზედახალაში პირველში ჩვენი ბრალია ყველაფერი საგარი ჩვენი თვითორგანიზება საგარი ჩვენი სოლიდარობა ვინ არის ჩვენ მათხოვრები ვართ ბინებს და ოთახებს ბოდიში გიხდით ამ სიტყვით სოროებს რომ ეხეთებით ამ ხელისუფლებას ჩვენებელია თუ ამ პროცესის უნდა გავიურძოლოთ ჩვენ ეს არის ჩვენი პირველი მისება ეს არის ჩვენი ადამიანობა ეს არის ჩვენი ვაჟკაცობა და აქ არის ჩვენი პატივისცემა ჩვენ და მის პატივისცემა აი მაშინ გაჩნდება პირველ რიგში საქართველოს საზოგადოებაში გაჩნდება ეს პატივისცემა ჩვენს მიმართ და მე უკვე ნებისმიერ ხელისუფლება ჩვენ ხანგრძლივ დავისწორებს და პატივისცემით გაიშვალება ჩვენს მიმართ ასე არ არის თუ მე რამეს არასდროს ვამბობ წინ ამიტომ მოგიწოდეთ პრაქტიკულად სახელმწიფო კონკრეტულად აუგეთ ერთმანეთს და ესწრება რომ განთავდება მინეშუროთ პაგებს და მაშინ იქნება კრება სახალხო ნამდვილად Let me confirm this to shake you Rana at the robot amaz გადავწყვეტ ძალის ვამზელებ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო მაგრამ საქმე ძალის რაიონის სახალხო წარმომადგენლობის მდიდრების კომიტეტი ერთი წუთი ძალიან ხო არა შეიძლება ნანა მაისურაძე ხალხ ქალდანი ირაკლი კაფიშვილი ლეილა ზაქაიძე გიორგი გორგოძე გიორგი ლეკიშვილი მარანა ხუცილავა პაატა ქველიაშვილი ვახტანგ მაცვიშვილი აბროს შპირიკაძე მადლობა მინდა მოგეხადოთ დობის გამოცხადებასაც. ჩემი მიზანია და ჩემი ყველაზე მიზანია არის ერთი გიბრძოლოთ სამართლიანობისათვის. ერთად დავიცვათ ცემი საქართველოსებისათვის. ეს არის მხოლოდ ერთადერთი გზა და ჩვენი გადაწყვეტა. დიდი მადლობა. ისმის რაიონის სახალხო წარმომადგენლობის კრების კომიტეტი. ხელმძღვანელობაზე Yura Kutkaran, Arina Varsegian, Altamdila Fredian, Ushangi Dato Jani Begashvili, Uliko Ivanelashvili, Nana Tsukerashvili, Vesik Tabatadze, Diana Kashavanidze, Elduja Shegiladze, Gari Khavastian, Samuel Agajaniani, Johnny Kabanadze. ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით და მინდა მოგილოცოთ თქვენს და მთელ საქართველოს დღევანდელი დღე, როდესაც ხდება არჩევა წარმომადგენლობითი სახალხო კრების ქალაქ თბილისის რაიონული დაუმორჩილებლობის კომიტეტების და მათი ხელმძღვანელების არჩევა. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაუხადო ისრის რაიონის მოსახლეობას იმ უდიდესი ნდობისათვის, რომელიც ჩემთან მიიქნა გამოჩენილი და შევეცდები მაქსიმალურად რომ შევასრულო ყველა ის დავალება, ყველა ის საქმე, რომელსაც ხალხი ისრის რაიონის მოსახლეობა დამოვალებს. რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ამ ბოლო პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა კომიტეტის შემადგენლობაზე მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო და სამწუხაროდ ძალიან მძიმე მდგომარეობა წარმოჩნდა რაიონში. უპირველეს ყოვლისა ალბათ ორი უმძიმესი მიმართულება. ეს პირველი არის სოციალური მდგომარეობა, უმძიმესი გაჭირვება და მეორე ადამიანის უფლებები, რომელიც ყოველდღიურად იყვება. და ალბათ და არა ალბათ და ნამდვილად
კომიტეტი მოწოდებული უნდა იყოს, რათა გამოსწორდეს მდგომარეობა რაიონში და მთლიანად თბილისში და საქართველოში. შეიცვალოს ხელისუფლება, მოვიდეს ღირსეული ხელისუფლება, რომელიც ჭეშმარიტ და დემოკრატიული პრინციპების მომხრე იქნება და გაატარებს ყველა იმ ღონისძიებას, რათა შეიქმნას ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება. მოგახსენები ჩვენ კომიტეტის წევრების შემადგენლობას თავმჯდომარეობის მეთაურობით მხოლოდ უყაროთ კენჭი. ხო, ვინ არის მომხრე? დასახელებული. ხო, ვინ არის წინააღმდეგი? ხალხო არ შეიკავა. მაგრამ სამგორის რაიონის სახალხო წარმომადგენლობის კრების კომიტეტი გია სალუქვაძე, ზინა ქავთარაძე, თემურ შენგელია, გია ჟღენტი, მარინა სვანიშვილი, ნიკა კაპანაძე, ომარ ნაჭყებია, ნინო გაბიძაშვილი, დათო ჯანიაშვილი, ემზარ ახვლედიანი, ილია პაკაკაციშვილი, სოტნე გახოკიძე, გოგი ლემონჯავა, ნანა მეწყალიშვილი. ხო, უყაროთ კენჭი. ხო, უყაროთ კენჭი. არსებობენ ადამიანები ერთში აქვს. მე ვთქო, ვინ არის წინააღმდეგი? ხალხი შეიკავა. მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ დონისათვის. ძალიან ძნელია ქალბატონი ადას ემოციური გამოსვლის შემდგომ რაიმე საუბარ, თუმცა დრო, რომელიც არის დარჩენილი საქართველოს გადარჩენისათვის, ყოველ დღე, ყოველ წუთიერად ის მცირდება. ამისათვის საჭიროა ბრძოლა, რომელსაც ჩვენ მზად ვართ და ყველას მოგიტყოდეთ. ერთად გადავარჩინოთ საქართველოს. დიდი მადლობა. იგივე რაიონის სახალხო წარმომადგენლობის კრების კომიტეტი. ბაატა კოღუა, როსტომ კობახიძე, რიატ ყიფიანი, მარინა მოტონელიძე, ალხას უცხალაძე, ალთო ჯოხაძე, ალთო ონიანი, ზაალ ჭეიშვილი, დათო ნემსაძე, რეზო ჩხეიძე, ლევან წიხალიშვილი, ალექსანდრე ბიბილეიშვილი, ფოტე კინთურაშვილი, ლევან მაგრაქელიძე. ხო, უყაროთ. ხო. ხო. მაგრამ წინააღმდეგი ხო არ არის? ხალხო არ შეიკავა. ერთხმად თოლ პატრობა. მოგესალმებით, მადლობა რომ გადაიხადეთ სამწადებული პროგრამისთვის და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად შევიდოთ სასაფლაოზე. დიდი მადლობა. ჩუღურეთის რაიონის სახალხო წარმომადგენლობის კრების კომიტეტი. ოთარ თავარქილაძე, გაზა ჩიქილაძე, ბიზინა ნათენაძე, ფენგის თევზაძე, როსტომ გოგუაძე, ალთო კამკამიძე, თამაზ გიოშვილი, ალთო გელენიძე. ხო, უყაროთ კენჭი. ხო. წინააღმდეგი ხო არ არის? ხალხი შეიკავა. არჩეული არიან ერთხმად. მოგესალმებით, გამარჯობათ, ძალიან მოგესალმებით, დიდი მადლობა ლოგისტვის და დარწმუნებული ვარ, ჩუღურეთის რაიონი ერთ-ერთი მოწინავე იქნება იმ საქმეში, რასაც ჩვენი საქართველოს და საქართველოს გადარჩენილია. დიდი მადლობა და ბოლომდე ჩვენთვის იქნება. აბანაძის რაიონის სახალხო წარმომადგენლობის კრების კომიტეტი. ინესა იამანიძე, ზურაბ თეთრაძე, გარეჯან გაბუნია, ნონა მამულია, სანდრო ერაძე, გიორგი გოგოლაძე, თემურ ზაზიკაშვილი, კახა მაისურაძე, ვლადიმერ აბაზაშვილი, ვახტანგ ქირია. ხო, უყაროთ კენჭი. ხო. ხო, ვინ არის მომხრე? აღნიშნული მეგობრები იქნება შეხვედრილი წარმომადგენლობის კომიტეტში. წინააღმდეგი ვინ არის? ხალხო არ არის შეიკავა.
არის და როგორც არის სადაც კაპიტანა მინო ამ უმცირესობაში რა თქმა უნდა პირველი მოიაზრება და ეს კომპანიაში შექმნილი ისეთი მდგომარეობა პიროვნებას იმპრობლემებს გადაწყვეტა რაც არსებობს არ შეუძლია ამიტომ უნდა მოხდარიყო გაერთიანება და მოხდა კიდევაც და ეს გაერთიანება არის სახალხო კრების სახით დღეს ჩვენს ქვეყანაში ეს ჩვენი ტრადიციაც არის ჩვენი ისტორიული გამოსხივებაც არის ამ კრებას ჩვენ წინაპრებს დიდი შედეგი მოუტანია ცნობილია და ცხადია დარწმუნებული რომ ანალოგიურ შექმნას დღევანდელი ქართველობაზე და ჩვენ მივახცევთ საბოლოო გაფართოებას ქუთაისის რაიონის სახალხო წარმომადგენლობითი კრების კომიტეტი დიმიტრი ორმოცავი ნინო ჯურხაძე პავლე წერეთელი როსტომ თვარაძე, მირზა კოჩაძე, დავით მეფარიშვილი, გოგი ჯავახიშვილი, კახა ბუაჩიძე, ვაშა ამილიძე, თემურ სმოევი, რეზო დოლიძე, თინათი ლაფშილავა, მედეა ტორიაშვილი. ხალხო მარცხეში, ვინ არის მოხდევა აღნიშნული მეგობრობის დასახელებული. ხო დავუშვათ. ვინაამდე ხوارამინა. ხალხო ხوارამი შეიკავა. არჩეული არიან ერთგვარი. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ესეთი პრობისთვის. დამის რაიონის კომიტეტი მზად არის სახალხო კრების ნებისმიერი დავალება შეასრულოს. ვებისაუბროთ თავს არ შეგახსენ და ყველა ძალიან დიდი მადლობა. გიგორის რაიონის სახალხო წარმომადგენლობითი კრების კომიტეტი ვახტანგ ახმედიანი, მარანა მათიაშვილი, ნადეჟდა ჭეჟია, ოთარ ჩოხელი, ავთანდი საჩიმელია, რომან დავაძე, ზაზა მელუა, ავთანდი ჩომახაშვილი, შოთა მინდიაშვილი, ციცინო ჩოხელი, გიორგი დორეული, ნანა ღვინჯილია, ეკა ბახტაძე, ბესო ორჯონიკიძე, ვალი არჩვაძე. ბატონო ვახტანგ მოგლეთ. ნამდვილად სამწუხაროდ ვერ მიყარაკე არ იყოს, მაგრამ საქმე იყოს და ერთი კი მინდა თქვა. მართლაც ღმერთი აერთიანებს და ეშმაკეთებს. სახალხო კრება ზუსტად უფლისნებით არის შექმნილი. ვიყოთ ერთად და გავიმართოთ. დევნილთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონო ვახტანგ კუნღაია, შემოგვიდგება რეზო ქობალია, გოგი ფაცაცია, მურმან ყოლბაია, ოთარ ბენიძე, დავით მალაზონია, მალუჩა სიგუა, დიმიტრი ომანიძე, მამუკა აჩბა, ლაინა ჩარპიანი, ალურ ჯიქია, ალხას ყორძაია, ასით თოთროვი, ანდარა ოთინაშვილი, ჯულიეტა კრიციანი, აბესალომ მიქელაძე, ირაკლი თორია, დავით ეხაია, დიანა თიარჩიპა, ავთო დავითაია, გოჩა ხვიბლიანი, განიელ ღვინჯილია, მურვა ხამურზანია, გულნარა ჩოფლიანი. ხალხო მარცხეში. ვინ არის მუხრე? დაუშვით. ვინაამდე ხوارამინა. ავი შეიკავა. აი, ვიფასო მეგობრებო. ხო ალბათ არ იქნებოდა სწორი რომ მეც არ მეცხვეთ ორი სიტყვა. მოგესალმებით, ბატონებო. 2011 წელი ყოფილიყოს ისტორიული ჩვენგანის მთელი ჩვენი ქვეყნის ერის საქართველოს მოსახლეობის ყველაზე საუკეთესო წელი. დგება დრო ქვების შეგროვების.
ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყოფებით, ამაზე ძალიან ბევრი ითქვა. ფიქრობ, რომ ჩვენ საფრთხეზე უნდა გადავიდეთ და უპირველეს ყოვლისა, რაც ჩვენ წინაშე დგას და მე რადგან წარმოვადი დეონთა გარკვეულ ჯგუფს ნაწილს, მე მინდა მადლობა გითხრათ იმ თანადგომისათვის, რომელიცაც ჩვენ ყოველთვის გრძნობთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თემას აფხაზეთის სამაჩაბლოს პრობლემა მისი ჩვენს რიგებში არ ყოფნა თითოეული ქვეყნის გორის პირველი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევუძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და ამის მომხრე თითოეული ქვეყანი ვიქნები და ამაში იქნება თითოეული ქვეყნის სული. დიდი მადლობა, ამ იმედით შევუძლებთ მუშაობა. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ ხანდახან ეს ნიჰილიზმი მოსკოვ, აი ეს სცენაზე წარმოდგენილი არის თავმჯდომარეები ჩვენი კომიტეტების და თამაში არიან მათი წევრები. მოდით ერთხელ კიდევ უყაროთ კენჭი, რომ ეს ამხანაგები თავმჯდომარეები, დასახელებული წევრები ხომ ერთად გადავწყვიტოთ კიდევ ერთხელ ეს საკითხი. დიდი მადლობა. წინააღმდეგი ვინ არის? თავი შეიკავა. დიდი მადლობა. როგორც ხედავთ, ერთ სულოვნება და ერთმანეთ არის ყველაფერი. ამიტომ ეხლა ჩვენ ძალიან დიდ საპასუხისმგებლო საქმეს შევუდგეთ სათავეში. ჩვენ შევუდგეთ პასუხი მეგობრებო წინგელი. მეტად ხტური, მაგრამ სიამაყით ახსოვს ეს გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით ასრულებს. მე მინდა ერთხელ კიდევ გითხრათ, რომ ყველაზე ცუდი არის ეს არამარტო ნიჰილიზმი, არამედ უიმედო. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ასე როგორც დიდგორის რაიონია, საერთოდ დიდგორზე მივდივართ. ყველანი იმისათვის, რომ უმცირესობამ უნდა დაამარცხოს უმრავლესობას. მე ეხლა სცენაზე ვიტყვი ადამიანს, რომელიც ყოველთვის იყო მაგალითი ეროვნულ მოძრაობაში, როგორც მოქალაქე, როგორც პიროვნება, როგორც კაცი, როგორც ქართველი, ირაკლი ბათიაშვილი. ირაკლი ბათიაშვილი. მოგესალმებით და ქვეყნთან ერთად მიხარია მართლაც და დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ რა. ალბათ მთელი აფრის განმავლობაში როდესაც ჩვენ მივდიოდით 25 ნოემბრისაკენ, როდესაც კრება უნდა დავაძებული იყო და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, აი ამის შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაკეთდა არის სწორედ დღევანდელი დღე, დღევანდელი დღის საქმე. ჩვენ დღეს 12 კომიტეტს, ესე ვთქვათ, ჩავუყარეთ საფუძველი. 12 კომიტეტის, 11 თბილისის კომიტეტის და 12 დევნილთა კომიტეტის დაფუძნებას, ესე იგი, ჩავუყარეთ საფუძველი. ეს არის მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა გითხრათ, რომ სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტების მშენებლობით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ საფუძველს ვუყრით თვითონ სახალხო კრების ხერხემალს. წინააღმდეგობის კომიტეტები ეს არის სახალხო კრების, ესე ვთქვათ, ხერხემალი. და მე მგონი ყველა ეს წარმოდგენილი ჩვენთვის ძალზედ საპატივცემულო პიროვნებას ასევე კომიტეტების ყველა იმ წევრებს, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ, ეს აქვს მათ აბსოლუტურად სრულად გაცნობიერებული, ჩვენ გვაქვს ეს აბსოლუტურად სრულად გაცნობიერებული, რამხელა ესე ვთქვათ, მისია აკისრია დღეს სწორედ წინააღმდეგობის კომიტეტებს. და უკვე ჩემმა წინამორბედმა გამოსვლება ილაპარაკეს ამ კომიტეტების ფუნქციებზე და იყო აღნიშნული, რომ რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენ ეს დასამალი არ აქვს. ჩვენ ვემზადებით გენერალური პოლიტიკური ბრძოლისათვის. ეს გენერალური პოლიტიკური ბრძოლა, რა თქმა უნდა, გადავა ჩვენ ზურგზე, გადავა სწორედ ამ კომიტეტების ზურგზე. ამ კომიტეტებმა და ყველა ჩვენთაგანმა უნდა
გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აი ეს გადამწყვეტი პოლიტიკური სამოქალაქო წინააღმდეგობისათვის მოამზადოთ ყველა წინაპირობა. მაგრამ მანამდე არის მთელი რიგი კონკრეტული სამუშაოს შესაძლებლობები. აი გალბატონმა ნინო ვილაპარაკა ამის შესახებ, იმ კონკრეტული ფუნქციების შესახებ. კერძოდ ეს არის ხარდამჭერთა მეტი და მეტი რაოდენობის, ესე ვთქვათ, მოზიდვა და მობილიზება კომიტეტების მიერ. ეს არის ახალგაზრდებთან მუშაობა, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული და ახალგაზრდა ხარდამჭერთა ახალგაზრდათა შორის ჩვენ ხარდამჭერთა რაოდენობის ზრდა. ეს არის ჩვენი სწორედ აი ის რაც ყველას გვაგებებს, რასაც ჩვენ სახალხო თავდაცვის ჯგუფებს უწოდებთ, რომლებმაც უნდა რეაგირება გააკეთონ ყველა უსამართლობაზე. სწორედ აი ამ ადამიანების და ამ ჯგუფების რაოდენობის ზრდა, ამ კონტინგენტის მობილიზება, ესეც კომიტეტების უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. და კიდევ ერთი, რასაც გალბატონ ნინო ხაზი გაუწვა, ეს არის ადგილზე ყველა პრობლემის, ყველაზე აქტუალური პრობლემების მოხაზვა, ესე ვთქვათ, გამოკვეთა და შესწავლა და მასზე რეაგირების ღონისძიებების, ესე ვთქვათ, წარმოდგენა. ჩვენ ვაძლევთ თვითონ კომიტეტებს ინიციატივის საშუალებაზე თვითონვე გითხრათ, აი როგორ ესახებათ მოქმედება. და აი ამისათვის მოდით ესე დავთქვათ, ჩვენაც შევიკრიბეთ არაუბრალოდ გასაფუძნებლად, არამედ იმისათვის, რომ სწორედ დღევანდელი შეკრების მიერ დავალება მიეცეთ აი დღეს დაფუძნებულ კომიტეტებს და ვფიქრობ, რომ პირველი, ესე ვთქვათ, ანგარიში ჩვენ თუ აღახლა იქნება დარბაზი, სწორედ რაღაც 20 თვის მერე დაახლოებით 10 თებერვლამდე, 10 თებერვლისათვის ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ დავასახელეთ, უნდა რა თქმა უნდა ჩავიბაროთ კერძოდ კომიტეტებმა ეს ანგარიში უნდა წარმოუდგინონ აღმასრულებელ საბჭოს. შემდგომ რა თქმა უნდა თქვენ იცით, რომ აი ახლა ამ დღეებში აპირებს ჩვენი დარბაზის შეკრებას, თებერვალში შეიკრიბება რა თქმა უნდა და ეს ანგარიში ასევე დარბაზზე იქნება გამხილული. და ესე მივიდით ჩვენ. ეს იქნება არა მუშაობა, რომელიც იქნება რაღაც აბსტრაქტული, არამედ ჩვენ მუდმივად ესე ვთქვათ, პულსზე ხელი გვეჭირება. კიდევ ერთხელ მინდა ესე ვთქვათ, მოგესალმოთ და დიდი კმაყოფილება, ჩემი დიდი სიხარული გამოვთქვა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და ამის შემდგომ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავჭეთ აქ მე თქო იცის ბატონმა გია ბურჯანაძე, რომელიც არის სწორედ დარბაზის მიერ არჩეული როგორც სახალხო თავდაცვის, ესე ვთქვათ, ჯგუფების ლიდერად, ასევე სწორედ ვისაც ეს საქმე ეხება, ჩვენ დავჭებით აქ გარკვეულ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. ასე რომ ვისაც ეხება ესე მე ვგულისხმობ ბატონ ლუკა კუტალიძეს, რომლებიც რომ კურირებს ახალგაზრდებს, ასევე გია ყობახიძეს და სანდრო დონაძეს, რომელსაც ქალაქის ორგანიზაციასთან აქვს საქმე და რომლებსაც ასევე ევალებათ გარკვეული აი მიმართულებით მუშაობა, ასევე კიდევ სხვებს ბატონ გიაუჩაოს ხო ჩვენ აუცილებლად დავჭერთ აქ ამ სკოლის დაფარვების შემდგომ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ბატონ ილაკი, განაერთი მადლობა თქვენ. თანადგომისათვის თქვენ შემოგვიყვება მეგობრებო, ამ სიცივეში ჩვენ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მუშაობთ. ჩვენ ახლა საქმე კიდე დარჩენია ჩვენი კომანდის ხალხი. მე მინდა მადლობა გითხრა. ბრძოლა გრძელდება და ჩვენ მივაცხავოთ გამარჯვება. დიდი მადლობა.